ეს არ არის, ასე ვთქვათ, ერთი ჩვეულებრივი განცხადება, ეს არის სამეტაპიანი შეხვედრების შედეგი დანახული შეერთებული შტატების მხრიდან შეჯერებული პოზიციებით. თქვენ როგორ წაიკითხეთ ეს განცხადება, რა წერია აქ მთავარი თქვენთვის? საღამოშვიდობის მივესალმები ფორმულას მაყურებელს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივია ის კონტექსტი, რა კონტექსტის არ მხოლოდ განცხადებაში იკითხება, არამედ ძალიან კარგად იციან ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა. მე არ შეუდგები ახლა ამ განცხადების თქვა სიტყვით ანალიზ, თქვენ საკმარისად უკვე გააცანით თქვენს მაყურებელს, მაგრამ ფაქტი არის ერთი, სამ ნაწილად გავყოფთ ამ განცხადებას, ანუ სტრუქტურირებულად, რაც დიპლომატიის ენაზე იკითხება საჯაროდ და იკითხება, ასე ვთქვათ, კონკრეტულად ხაზებს შორის, როგორც უწოდებთ ხოლმე. პირველი ნაწილი ეს არის დაინტერესება საქართველოში მიმდინარე პროცესებით და ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ქართული ოცნების პროპაგანდა გვიმტკიცებდა იმას, რომ საქართველოს მიმართ დასავლეთის ინტერესი გაქრა და ამ თქვათ პროპაგანდის და დეზინფორმაციის, ესეთი რუსული სტილის დეზინფორმაციის გავრცელებას ხელს უწყობდა სხვადასხვა შრეებში მათ იმ მხრიდან კონკრეტულად ანტიდასავლური გზავნილების გაძლიერება. პირველი ნაწილი ეს იყო დასავლეთის ინტერესები აღარ არის საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატები პრაქტიკულად დაკავებულია სხვა თავისი პრობლემებით, ტურბულენტობით და ასე შემდეგ. და მეორე ეს არის ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც საუბრობდა იმას, რომ ევროკავშირი ცუდია, რომ ევროკავშირს საქართველო არ სჭირდება, რომ ასე ვთქვათ, ყველაფერი რაც კი ცუდი შეიძლება იყოს, ეს რუსული სტილის დეზინფორმაცია, ვთქვათ, ცდილობდა რომ მიეწებებინათ ევროკავშირისთვის, ლანძღავდნენ ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს დამოუკიდებლობას იცავდა ძალიან დიდი ხანი და ჩვენს სუვერენიტეტს. ამიტომ ამ ხნის განმავლობაში ეხლა უკვე ხვდებიან, რომ ამ პროპაგანდას სივრცე აღარ აქვს. ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილს ძალიან ნაკლები სივრცე აქვს მანევრირებისთვის, მე და თქვენ სულ ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე და ჩემთვის ეს ვითარება არ შეცვლილა. ამიტომ პირველი ნაწილი არის ის, რომ დაინტერესება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის ძალიან კონკრეტული საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკური, მათ შორის სტაბილურობით და რას ნიშნავს შიდა პოლიტიკური სტაბილურობა? პირველი ეს არის მინიმუმ ციხეში არ უნდა იყვნენ პოლიტიკური პატიმრები და არ უნდა კრძალავდნენ პარტიებს და ასე შემდეგ. ხალხის ინტერესი უნდა იყოს დაცული და ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ წარმომადგენლობითი, ასე ვთქვათ, ინსტიტუტების გაძლიერება ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად არ უნდა იდევნებოდეს ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და ნორმალური ვითარება, რაც ნორმალურ ქვეყანაში უნდა იყოს, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს შეიძლება ჰქონდეს მათ შორის ეკონომიკური ინტერესი, ეს უნდა იყოს მიახლოებული იმ სტანდარტთან, რა სტანდარტიც ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ არის ნორმალური თანამედროვე ცივილური სტანდარტი. მეორე, და სხვა შორის აქ არ უნდა დაგვავიწყოს ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატები, რა თქმა უნდა, წარმოდგენილია სამხრეთ კავკასიაში, ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ფაქტობრივად მისი დიდი ჭრილი, არა მხოლოდ ჭრილი, არამედ წარმომადგენლობა არსებობს, ეს არის ტრიპის ტერეფანი, რომელზეც ძალიან დიდია დაინტერესება და საუბრის თემა და ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ძალიან ხშირად, რა თქმა უნდა, არის ხოლმე ეს ტერეფანი, სატრანსპორტო, ვთქვათ, მიმოსვლა, ასევე როგორ შეიძლება საქართველო ჩაერთოს უფრო კარგად და უფრო ეფექტურად ამ სატრანსპორტო მიმოსვლის პირობებში, რომ გაძლიერდეს პრეზიდენტ ტრამპის ინტერესი ეს ტერეფანი. ამიტომ ამ შემთხვევაში ის ელემენტარული ცივილური სტანდარტები, რასაც ძალიან მარტივად იკითხება განცხადებაში, რომ შეასრულეთ ელემენტარული ცივილური სტანდარტი იმისთვის, რომ ჩვენი ინტერესები აქ იყოს ცივილური და არ იყოს, თქვათ, ის პოლიტიკა, რომელზეც შეიძლება ტრამპის ადმინისტრაცია დაელაპარაკოს ძალიან ბევრ ურჩს სხვათა შორის. და ეს არის მნიშვნელოვანი, თქვენ იცით, სომხეთში ეკონომიკური ინტერესი, თქვათ, დიდი ტექნოლოგიური ჰაბის აშენება, NVIDIA-ს ექსპორტი და ასე შემდეგ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე ნაწილი, რომელზეც მე გავამახვილებდი ასევე ყურადღება, ეს არის პრინციპში ძალიან ღია ტექსტი თქმული ის, რომ ჩვენ მოუწოდებთ ხელისუფლებას რა ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ ეს ნორმალური ვითარება. ანუ ამ ნაბიჯებზე ვისაუბრეთო, ეს ნაბიჯები იციან. რა თქმა უნდა, ისაუბრეს. ამ განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, მაგრამ ეს იკითხება ამ განცხადებას. ჩვენი ინფორმაციით, რა თქმა უნდა, ეს იყო ზუსტად ის, რაც ქართულ საზოგადოებას აწუხებს, ეს არის გახლეჩი ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, გახლეჩოს ქართული საზოგადოება, ქართველი ხალხი, ეს არის მუდმივი რეპრესიები, რომელიც არის უკვე
ბოლო წლების განმავლობაში და უწყვეტი სწორედ როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ უწყვეტი პროგრესი უნდა იყოს, სწორედ ამ პროგრესზე ანუ ერთჯერადი იმიტირება კი არა, ეს უნდა იყოს პროგრესი კი. იმიტომ რომ ყველას ძალიან კარგად ესმის. ანუ ხუთი სპეცრაზმელის დაკავება არ ყოფნის ამ ამბავს. არა მხოლოდ ეს არის მათ შორის საკანონმდებლობაზე, ეს არის საკონსტიტუციო სარჩელი შეტანილი პარტიების გაუქმებაზე, რაც სხვათა შორის ძალიან სერიოზული. ეს თქვენთვის მოდით დავაკონკრეტოთ მაყურებლისთვის, რომ უკან უნდა წაიღოს რეპრესიული კანონები. რა მოიტანს ხომ შიდა სტაბილურობას აქ, შიდა პოლიტიკურ სტაბილურობას და პოლიტიკური სტაბილურობა არ ნიშნავს მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისა და ხელისუფლების რაღაცაზე დაზავებას. ეს ნიშნავს, რომ ხალხი არ უნდა იყოს პროტესტის მოწყურე, ოღონდ ეს ბუნებრივად, ხომ? ის უნდა იყოს კმაყოფილი იმით, რაც ხდება ქვეყანაში და შიგადაში გაპროტესტოს, მაგრამ ხალხი ქუჩაშია უწყვეტად, ხომ? წელიწადზე 500 რაღაცა დღეა უკვე. შესაბამისად, ეს შიდა პოლიტიკური სტაბილურობა რა მოიტანს ამას, ხომ? რეპრესიული კანონების უკან წაღება, პატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკურ პარტიებთან დისკუსიის რეჟიმში გადასვლა და არა მათ აკრძალვაზე საუბარი და ასე შემდგომ. ანუ ეს კონკრეტული რაღაცები იკითხება თქვენთვის. ეს მეორე ნაწილი, ანუ პირველი ნაწილი, რადგან ვისაუბრეთ, მეორე ნაწილი ძალიან კონკრეტულია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვთქვათ, პროტესტი ყველა ქვეყანაში ძალიან ნორმალურია, მაგრამ ეს პროტესტი არ უნდა იყოს მუდმივი რეპრესიების, პოლიტიკური პატიმრების, პოლიტიკური პარტიების გაუქმების, ასე ვთქვათ, პარალელური ხაზი არ უნდა არსებობდეს და ეს არ უნდა იყოს ის დეზინფორმაცია და პროპაგანდა, რომელსაც მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ გავრცელებდა მუდმივად ანტიქართული დე-ფაქტო ხელისუფლება, ხო, ძალიან მარტივია. ამიტომ აქ საუბარი იმაზე, რომ ელემენტარული ცივილური წესები რა არის და ეს იკითხება განცხადებაში და ისედაც ამაზე საუბრობა, რომ ცივილიზაციას რას ნიშნავს? ცივილიზაცია ნიშნავს იმას, რომ შენ ოპონენტს არ უნდა აპატიმრებდეს, შენ ციხეში არ უნდა გამოკეტო ლიდერები. პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც შეიძლება შენ არ მოგწონს პოლიტიკურად, მაგრამ ესეთი ადამიანები გარეთ უნდა იყვნენ, იმიტომ რომ ზუსტად ისინი შეიძლება ასახავდნენ, თქვათ, სხვა შენს მიმართ გაწყობილი კრიტიკული ადამიანების წარმომადგენლობით ხმას, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ინსტიტუციებში. ამიტომ პირდაპირ მოუწოდებს განცხადება, რომ იცით, განცხადებაში ამერიკის შეერთებული შტატები, რომ ჩვენ იმისთვის, რომ დავიწყოთ ურთიერთობის, ასე ვთქვათ, რაღაცა ნორმალიზაცია და ნორმალიზაცია ცუდი სიტყვა, მე არც მიმაჩნია, რომ ეს არის ნორმალიზაცია, უკვე აღდგენა, სხვა ვთქვათ, სტანდარტზე გადავიდეთ, ამისთვის შენ ველური წესებით არ უნდა დევნიდე ადამიანებს და ქართველი ხალხის ნება არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ჩამარხული სადღაც და შენი მხოლოდ ფუფუნება არ უნდა იყოს ზემოთ ამოსული. ამიტომ ჩემთვის ეს ძალიან ცალსახაა. მე ვიცი რა ამერიკის ჩვენი პარტნიორების განწყობა ძალიან დიდი ხანი და ეს განწყობა არის ძალიან კონკრეტული, რომ ამერიკას აქვს აქ ინტერესები და ამ ინტერესების თანხვედრა ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური ინვესტიციები დაცული იყოს, საქართველოში არ იყოს პრაქტიკულად მინიმალურ დონეზე უნდა იყოს დაყვანილი ირანის და ასე ვთქვათ, ირანის გავლენები პირველ რიგში და ეს რა თქმა უნდა არის ძალიან სერიოზული საკითხი და მე არ შემიძლია აქ ხაზი არ გაუსვა იმას, რომ მაგალითად რამოდენიმე დღის წინ კვირის წინ გამოქვეყნებული ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიში, რომელზეც მე ესე ვთქვათ, თელი პროპაგანდა გიორგი კანდელაკის წინააღმდეგ იყო მიმართული, მართლა ძალიან კარგი ანგარიშია, ძალიან მნიშვნელოვანი და იქ ძალიან კონკრეტულად არის, რომ ირანული გავლენები საქართველოში და ინფილტრაცია თვითონ რეჟიმის, რა თქმა უნდა, მძლავრია. ამიტომ ესეც არის ძალიან კონკრეტული მოთხოვნა, რომ მაბნე გავლენები რაც მხოლოდ ირანს არ ეკუთვნის და რა თქმა უნდა ეს არის მათ შორის რუსული გავლენების გაზრდა, რომელზეც ასე ვთქვათ ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვწუხართ. ხო, ამიტომ ეს ყველაფერი გეოპოლიტიკური და შიდა პოლიტიკური საკითხები არის ძალიან კონკრეტული. მე სიმართლე რომ გითხრათ, აი ძალიან გულახდილად ეხა შემიძლია თქვა თქვენთან, რომ განცხადების ესეთ ვთქვათ ფორმულირებას ძალიან ნაკლებად ველოდი, ხო? უფრო რაღაცაერ შეიძლება, ხო, როგორც არის ხოლმე დიპლომატიაში ცოტა უფრო რაღაც მეტი ბუნდოვანება, ცოტა უფრო ვთქვათ სხვა საკითხები ამოწევა, რაც გულისხმობს იმას. ეს იყო ძალიან კონკრეტული. ოპოზიციას რას ეუბნება ეს განცხადება ხატია? ეს იყო ძალიან მაგასაც მოგახსენებთ, ეს იყო ძალიან კონკრეტული და კონკრეტული პირველ რიგში იმის, რომ ცალსახად შავი თეთრზე წერია, რომ ჩვენ უთხარით ხელისუფლებას რა ნაბიჯები უნდა გადადგას. ჩვენ აქ არ წერია, რომ ჩვენ უთხარით სამოქალაქო საზოგადოებას ან ოპოზიციას უთხარით ან აქ ცალსახად არის ის ნაბიჯები, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ანგარიშვალდებულებას
დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომელმაც ძალიან დიდი ნაბიჯით დახია საქართველოს უკან. რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილს, ეხლა მე თქვენ მარტივად ასევე დიპლომატიურ ენაზე ძალიან კონკრეტულია, რომ იქ ჩამოთვლილია პარტიები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიის პოზიცია იყო გაზიარებული და რა თქმა უნდა, ყველა პარტიას მოусმინეს რა პოზიციაც აქვს პარტიას და ძირითადი რა იყო, რა იქნება. ხა ჩვენი პოზიცია რაც არის, ეს არის და მე დარწმუნებული ვარ, ყველას პოზიცია თქვა ალიანსში განსაკუთრებით, ეს არის პოლიტიკური პატიმრები, დევნა, რეპრესიული კანონმდებლობა, ადამიანები, ვინც ციხეში არიან წლობის, თქვა მიხეილ სააკაშვილი მე-6 წელია ციხეშია, თქვა ალიანსის ლიდერები ციხეში არიან, პოლიტიკოსები, რომლებიც პრაქტიკულად ყოველგვარი, ესე ვთქვათ, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე არიან ციხეში, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დე-ფაქტო ხელისუფლებას არ უნდა მათი ხილვა თავისუფლებაზე. ეს არის საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც ძალიან რეპრესიულია, იმდენად, რამდენადაც ეს საარჩევნო კანონმდებლობა და ზოგადად ის ვითარება, რომელიც წინა საარჩევნოდ უნდა იყოს და ვთქვათ 2024 წელს იყო, შეიძლება ასახავდეს ვთქვათ ზოგადად რაიმე სახის დემოკრატიის მთავარ საფუძველს და რა არის დემოკრატიის ძირითადი საყრდენი, ეს არის მეტწილად ის საარჩევნო გარემო, სადაც თქვენც მეც და ყველა ადამიანს ექნება იმის საშუალება, რომ თავისი წარმომადგენელი აირჩიოს. ეს არის ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების განადგურება, ეს არის ის რეპრესიული კანონმდებლობა, სადაც ადამიანებს არ აქვს საშუალება, თქვათ, ხმა მოიღონ და ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა ვახსენოთ, თქვათ, რაღაც ახალი რეპრესიები, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროშია, თქვათ, კანონმდებლობა, რომელიც 1 ივნისიდან მიიღეს. ანუ ქალბატონსოფო, ძალიან მარტივად რომ თქვათ, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების კონკრეტული, ასე ვთქვათ, ინტერესები, რომ ქვეყანაში, სადაც მათ აქვთ, თქვათ, სამხრეთ კავკასიაში საკუთარი ეკონომიკური ინტერესები და მოიაზრებენ, რომ ეს არის ძალიან ამერიკული ინვესტიციები მოვა საქართველოსთან იმ შემთხვევაში და საქართველოს სტაბილურობა, კი, განვითარება, მშვიდობა, კეთილდღეობა, ისეთი როგორიც ჩვენ ჩაფიქრებული ქონდა მრავალი წლის განმავლობაში, ამ შემთხვევაში საჭიროა ამ ნაბიჯების გადადგმა. რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილში დავაზუსტებ, აქ წერია, რომ ასევე დელეგაციამ, ანუ მოისმინაო მათგან ეს შეშფოთებები და ოპოზიციას დელეგაციამ გაუზიარა შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ. ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მათ ხმა მისცეს. რა არის აქ გასაკვირი? თქვენ როგორ კითხულობთ? კი, არაფერი არ არის გასაკვირი, აქ რომ ყველა ნორმალურ ქვეყანაში, სადაც არსებობს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება, სადაც ეკონომიკური კეთილდღეობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აუცილებელი ხალხის საზოგადოების განვითარებისთვის, ამ ნორმალურ ქვეყანაში აუცილებელია რომ პოლიტიკური ოპოზიცია წარმოადგენდეს საკუთარ ხალხს და ამომრჩევლოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში. ანუ პარლამენტში ამ შემთხვევაში აქ არაფერი გასაკვირი არ არის, ეს არის ის ნორმალური ვითარება, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს, რაც ჩვენს მეგობრებს, რაც ჩვენს ყველას გვინდა რომ ესე იყოს ამ ქვეყანაში. მაგრამ საქმეა რასში? საქმეა იმაში, რა ვითარებაც იყო 2024 წელს, რა ვითარებაც მოხდა, რა ვითარებაც და მოცემულობაც იყო მთელი ამ 2 წლის განმავლობაში, ძალადობა, მუქარა, რეპრესიები, ტროტუარზე დგომის გამო, არაფრის გამო ადამიანების დაკავება. ამიტომ ეს ძალიან კარგად იციან და ზოგადად დიპლომატიურ ტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ესეთი პოლიტიკური კრიზისია და ამ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა ეკისრება რა თქმა უნდა ხელისუფლებას, აი ამ ტექსტში მნიშვნელოვანია რომ ისაუბრონ ორივე მხარესთან. ეს არის ჩვეულებრივი დაუწერელი კანონი, ამიტომ მე ამას ვკითხულობ ის სურვილი და ის შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოიყენოს ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ყველა ასე ვთქვათ დემოკრატიულმა ძალამ, თუ მას მიეცემა ამ სურვილის და შესაძლებლობის გამოყენების საშუალება. ამიტომ ის პირობებიც რა ვიცი, ცოტა ესე ვთქვათ შეიძლება ხისტი ნათქვამია, ის სურვილებიც, რომელიც ჩვენს მეგობრებს აქვთ. არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, არამედ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ეს სურვილიც რა არის, რომ საქართველოში ქართველი ხალხის ნება იყოს ასახული და ქართველი ხალხი გამოხატავდეს სწორედ ამ ნებას ნორმალურ საარჩევნო ვითარებაში და არა იმ ვითარებაში, რა ვითარებაში ჩვენ ვართ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ის რაც ვთქვათ ამ განცხადებაშია, გაცილებით დიდი წილი, რომელიც მოდის ვთქვათ ხელისუფლებაზე და გასაგებია, რომ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ უნდა ყოფილიყო ძალიან კონკრეტული აღწერილობა და ეს აღწერილობა არის ის, რომ
ჩვენ მივესალმებით თუ ეს ნორმალური ვითარება დადგება ქვეყანაში და ეს ნორმალური ვითარება რო დადგეს ქვეყანაში, ამისთვის ხელისუფლება უნდა გადადგას ABG და ასე შემდეგ დელეგაციამ განიხილა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია და დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში. ანუ აქ ქმედებას ელიან ივანიშვილისგან. და ძალიან მარტივია, იცით, ანუ ზოგადად ჩემი პირადი მოსაზრებაა, რაც მე ჩემს მეგობრებთან არაერთხელ გამიზიარებია, რომ ზოგადად ივანიშვილი არის ძალიან არასანდო პარტნიორი და ამიტომ მან ეს არასანდო, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება საკუთარი, ვთქვათ, პარტნიორების მიმართ, ქვეყნის პარტნიორების მიმართ ძალიან ბევრჯერ გამოაჩინა და ეს ძალიან კარგად იციან და ამიტომ არის რომ დიდი წილი ამ განცხადების, სწორად აი პირობების, სწორად ეს რაღაცა ჩამონათვალი მიძღვნილია de facto ხელისუფლებაზე, მაგრამ აი დავასრულებ, მაგრამ მეორე რაც არის მნიშვნელოვანი, თავარი რა არის? აქ თავარი არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კონკრეტულად ჩამოდის საქართველოში. რა თქმა უნდა, ძალიან საწყენია, რომ აქ სხვა ვითარებაა ეხლა და ვთქვათ, რუბიო არ ჩამოდის, ვენსი არ ჩამოდის და საერთოდ სხვა ვითარებაში ჩამოვიდა ეს დელეგაცია და ზუსტად იმის სათქმელად რა სათქმელიც ჰქონდათ მათ ხელისუფლებასთან, მაგრამ აქ კონკრეტულად ძალიან მარტივია, რომ კი, ბიძინა ივანიშვილს უწევს მოусმინოს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებს. და აბა როგორ წარმოუდგენია ივანიშვილს, რომ აქ ირანის გავლენები გაძლიერდება, ამხელა ინფილტრაცია მოხდება რეგიონში, იმ რეგიონში, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან სერიოზული ინტერესი და უშუალოდ რაღაც აქ ამერიკულ ინვესტიციებს პრაქტიკულად გაყრით დაემუქრებიან და გაძევებით, აქ ანაკლიის პორტზე სერიოზული, ვთქვათ, რაღაც მოსაზრებები იქნება თუნდაც ჩინეთთან და თუნდაც რუსეთთან დაკავშირებით, რაზეც წლების წინ იყო, ვთქვათ, ამასთან დაკავშირებით მოსაზრებები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივია ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს გზავნილი. პირველი, რაც უნდა უთხრათ, ეს არის, რომ ყველაფერს ვთქვათ ქართველი ხალხი და იმისთვის, რომ ქართულმა ხალხმა იცხოვროს უკეთეს ქვეყანაში, ამისთვის ჭირდება სტაბილურობა ეკონომიკური, ჩვენი მეგობრები და ამისთვის ჭირდება შიდა დემოკრატია და ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ განვითარებას, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია დაახლოება დასავლეთთან ევროკავშირში ინტეგრაცია, ამისთვის საჭიროა, რომ ცივილურად იმოქმედოს ბიძინა ივანიშვილმა. მე პირადად თუ მკითხავთ ეხლა რომ მაქვს თუ არა ნდობა მის მიმართ, რა თქმა უნდა არა მაქვს. ასევე ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან ბიძინა ივანიშვილის ნდობის კოეფიციენტი როგორია, მაგრამ ფაქტია, რომ მას, ასე ვთქვათ, ბოლო ამ რამოდენიმე დღის განმავლობაში მათი პროპაგანდა იმდენად აჟიტირებულია, თავშოთ სრულიად საპირისპიროდ, რასაც ამტკიცებდა თვეების განმავლობაში და წლების განმავლობაში, რომ თურმე ყველაფერი ცუდი იყო, ამერიკის შეერთებული შტატები ცუდი იყო, ამერიკის ელჩი ცუდი იყო, თურმე რაღაცა ამერიკის შეერთებული შტატები სადღაც გვითრევდა და ასე შემდეგ. ეხლა მოუწიათ ის, რომ რაღაცა განსაკუთრებულად ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თქვათ ეთანამშრომლება პროკურატურა, საელჩო და ასე შემდეგ. ანუ ბიძინა ივანიშვილის მანევრი რაც არის, ანუ სივრცე მანევრირების, ეს არის შეზღუდული და მას არავინ არ დაანებებს იმას, რომ აქ იპარპაშონ, თქვათ, ირანის და ზოგადად სხვა შავი გავლენების ძალებმა. ივანიშვილის ქცევა რომ შეცვლილია, ეს გიდასტურებ თუ არა ამას უკრაინასთან შეცვლილი ურთიერთობის მცდელობაც, გასაგებია რომ ზელენსკის ინიციატივა იყო, მაგრამ ზელენსკი აქ შეერთებულ შტატებთან თვითონ ცდილობს დაალაგოს, მაგრამ ძალიან ცხადი იყო ზელენსკის ნათქვამი, რომ საქართველოს უნდა გამოუგლიჯოთ რუსეთს. ეს არის უკრაინის ძალიან გაცხადებული პოზიცია, გასაგებია, ეს არის საქართველოს ინტერესიც, საქართველოს მოქალაქეების ინტერესიც. აი ამ მიმართულებით რას ხედავთ ივანიშვილის მცდელობიდან, მას შემდეგ რაც პუტინისთვისაც ბატონი ზელენსკი გახდა კლოუნი ზელენსკი, ხო? ამ ბევრმა წელმა ომის ამაჩვენა, რომ რუსეთმა ინიციატივა საერთოდ დაკარგა ამ ომში, რუსეთი ვერ იგებს ამ ომს და ვერც მოიგებს, ამ პირობებში გადახედა თუ არა ივანიშვილმა საკუთარ შესაძლებლობებს. იცით რა, საერთოდ როდესაც უკრაინასთან მიმართებაში ბოლო დროინდელ მოვლენების განვითარებაზე ვსაუბრობთ და ბევრი მეკითხება, რა თქმა უნდა, ამ საკითხს, უნდა გვახსოვდეს ერთი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში უკრაინაში და უკრაინის პოზიციები ფრონტთან მიმართებაში, ხო? ეს არის ზუსტად ის, რაზეც ჩვენ და მე
პირადად საუბრობ მრავალი თვეა. ეს არ იყო ესე, რა თქმა უნდა, 3 წლის წინ, არც 2 წლის წინ, განსაკუთრებით ეს სიტუაცია თვალში საცემი ტექნოლოგიური გარღვევა მოხდა, რა თქმა უნდა, დაახლოებით რამოდენი დაიწყო 1 წლის წინ და ეხლა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პრეზიდენტ ზელენსკის ნებისმიერი განცხადება, ეს არის გაკეთებული განცხადება და მისი ეროვნული და მისი ქვეყნის ეროვნული ინტერესები არა როგორც მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის, არამედ როგორც რეგიონზე ძალიან მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ლიდერის. ხო, იმიტომ რომ უკრაინა არის ის ძალა, რომელიც აკავებს რუსეთს და არა მხოლოდ აკავებს რუსეთს, არამედ ის არის ძალა, რომელიც ძალიან სერიოზულ პოზიციურ, ასე ვთქვათ, უპირატესობას ფლობს ეხლა, ხო? ანუ რუსეთს თუ შევხედოთ, რუსეთში რა ხდება? რუსეთში ხდება ეკონომიკური დასუსტება, ანუ ბიუჯეტის დეფიციტი. ძალიან კარგად ხედავთ, რომ პრაქტიკულად ტექნოლოგიური წინსვლა საშუალებას აძლევს უკრაინას, რომ ძალიან ბევრი ზურგისთვის აუცილებელი, ვთქვათ, არტერიები გადაკეტოს და ამაზე თვითონ რუსები, ვთქვათ, არ მხოლოდ ბლოგერები, არამედ ძალიან ბევრი მიმომხილველი, რომელიც არის ეს ზემიმომხილველი, როგორც უწოდებენ ხოლმე, ამაზე საუბრობს, რეგიონი მაგალითად ანექსირებული და ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ანექსირებული ყირიმიდან და ასე შემდეგ, ანუ პრაქტიკულად არტერიებზე მიწოდება მთელი ამ ფრონტისთვის აუცილებელი, რაც ჭირდებათ რუსებს, ეს არა აქვთ, იმიტომ რომ პირველად აი ამ რამოდენიმე 2 თვის თვენახევრის განმავლობაში ესეთი ტექნოლოგიური გარღვევა და უპირატესობა უკრაინამ მოიპოვა. ამიტომ მე სრულიად მესმის, ვთქვათ, უკრაინის ეროვნული ინტერესი არის რა, მარტივად, რომ მის, ასე ვთქვათ, და ემთხვევა ჩვენს ეროვნულ ინტერესს, რომ არ იყოს რუსული გავლენები შემცირდეს, შავი ზღვის უსაფრთხოების ფორმატი იყოს ძალიან აქტიური, შავ ზღვაზე არ იყოს რუსული გავლენები და მეტწილად, ესე ვთქვათ, განსაკუთრებით ღრმა წყლებში, ვთქვათ, ხო, ანუ როგორიც არის იგივე ოჩამჩირეში, როცა თქვენ იცით, რომ ბაზა შენდება და იქ ძალიან სერიოზული საფრთხე შეიძლება იყოს, ვთქვათ, შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის. ამიტომ რაც შეიძლება იმაზე იმუშაოს, როგორც რეგიონის ლიდერმა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ძალის მქონემ, რომ ესეთი გავლენები შემცირდეს. ამიტომ სიმართლე გითხრათ, მე ასე შევხედავდი, ვთქვათ, ამ ჭრილს, ის რომ ქართველი ხალხი არის ივანიშვილის მხრიდან მინდა შეხედოთ რა. იცით რა, ივანიშვილის ზელენსკის ძალიან ცხადი პოზიციები აქვს. ივანიშვილის დამოკიდებულება ყველას და ყველა კომპონენტის მიმართ ქალტონსოფო არის ძალიან მარტივი. საკუთარი პერსონალური უსაფრთხოება, საკუთარი ინტერესი, ფული, მას რა თქმა უნდა, არც ხალხი არ აინტერესებს და არ აინტერესებს არც საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესი. ამიტომ ის რომ მან ფსონი დადო რუსეთის გამარჯვებაზე და ჩვენ გვახსოვს დეზინფორმაცია, პროპაგანდა, ყველაფერს ინახავს, ხო, ციფრული მედია და თქვენი ტელევიზიის, ვთქვათ, არაერთი რეპორტაჟი და სიუჟეტი იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე უკრაინა რაღაც მარცხდება 3 დღეში, უკრაინა მარცხდება 1 წელიწადში. თუმცა ეს ფსონი, რომელიც მან დადო, ხო, გასაგებია, რომ ეხლა შეიძლება ესე რაღაცნაირად ორთქლდება, ხო? იმიტომ ორთქლდება, რომ უბრალოდ უკრაინას სერიოზული წინსვლა აქვს, დიდი მსხვერპლის ფასად, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ესე ვთქვათ, ლოგიკურია ზუსტად იმ ძალას, რომელსაც უპირისპირდება, მაგრამ ძალიან მარტივია. ამიტომ რუსეთის სისუსტის პირობებში, ამიტომ ევროპული უსაფრთხოების სხვადასხვა, ვთქვათ, არქიტექტურის გაძლიერების პირობებში, სამხრეთ კავკასიაში აბსოლუტურად სხვა სიტუაციის პირობებში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ აზერბაიჯანში და სომხეთში პრაქტიკულად რუსეთის ინტერესები არის მინიმუმამდე დაყვანილი და მე დიდი იმედი მაქვს, რომ სომხეთში პაშინიანი, ნიკოლ პაშინიანი და მისი პარტია გამოჩნდება. არა, მე არც სიმართლე გითხრათ, არ უშვებს იმდენათაც, რამდენათაც ძალიან მაღალია და ყველა ის თელის წინა ადამიანების განწყობა, ამიტომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებას უსურვებ ჩვენს ამას ალბათ ძალიან დიდი გამოდიდებელი შეშტაბურდება ივანიშვილი. ამიტომ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად სომხეთის, ვთქვათ, ევროპისკენ ინტეგრაციის კონტექსტში და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან დიდი ინვესტიციების განხორციელება უნდათ უწევთ, აინტერესებთ და პრეზიდენტ რიბის დერეფანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ თუ ხა ივანიშვილი იმაზე ფიქრობს, რომ აი გრძელვადიანად კიდე ესე ითამაშებს, არასანდო იქნება, ეს რაღაცას გადაუგდებს, მერე კიდევ მერე დაელოდება ისევ არჩევნებს და ვთქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესე არ იქნება, იმიტომ რომ ეხლა სრულიად სხვა გეოპოლიტიკური ვითარება, ამიტომ რომ ჩვენს ტელემაყურებელს კიდევ კარგად უთხრათ, მარტივად ძალიან ქართველი ხალხი წვეთს ადგილზე რა იქნება, რა თქმა უნდა,
ქართველი ხალხის ინტერესი ძალიან კარგად იცის ჩვენმა პარტნიორებმა. ამერიკის შეერთებული შტატები არ დაუშვებს იმას, რომ აქ იყოს პრაქტიკულად რაღაც არაპროგნოზირებადი სიტუაცია, მათ შორის მათი საკუთარი შტატების საკუთარი, თქვათ, მტრების ინტერესების გაძლიერება, როგორიც არის ირანი, როგორიც არის რუსეთი, ძალიან მარტივია და ამიტომ ის რომ ეს არ მოხდეს და შიდა სტაბილურობა, პოლიტიკური კრიზისი არ იყოს, რაც არის ჩვენს ინტერესებში და პოლიტიკურ კრიზისზე და ამ დაყოფაზე, დახლიჩაზე პასუხისმგებელია ზუსტად ივანიშვილი, ამისთვის გადასადგმელია ცივილური ნაბიჯები. და ამ ცივილიზაციისგან ძალიან შორს არის ქართული ანტიქართული ოცნება დიდი ხანი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მარტივად უნდა შევხედოთ ამას, იმიტომ რომ ზოგადად მესმის რომ დეტალები მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგადი სურათი ის რაც ბიძინა ივანიშვილს მოუხდა და უხდება ამის მოსმენა, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი საქართველოში ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ვერასდროს ვერ იქნება რუსული გავლენების ის ხარისხი, რომელიც სჭირდება ივანიშვილს რომ ძალაუფლებაში დარჩეს. აი ძალიან მარტივია, თქვათ, აი ამისი ეს შეფასება. კი ბატონო, სომხეთზე მინდა ცალკე კითხოთ ეს ამოცანა, რაც აქვს ივანიშვილს, რომ ის დარჩეს ძალაუფლებაში, ავტორიტარი, ისე რომ აქ ყველა ციხეში გამოამწყლიოს, აი ახალი სამმართველო შექმნა ახლა Facebook პოსტების გამოც, რომ ხალხი დაიჯიროს და ასე შემდგომ, მას ეს შესაძლებლობა უსუსტდება იმ შესაძლებლობის ზრდასთან ერთად, რაც რეგიონში დასავლური ინტერესების ზრდას მოყვება, ხომ? შეუძლებელია ივანიშვილი მარტო დარჩეს აქ რუსეთის ვასალი და რუსული ინტერესების გამდარებელი რეგიონში, როცა სომხეთი, აზერბაიჯანი და იქ პრეზიდენტ ტრამპის დერეფანი, როგორც თქვენ ახსენეთ, დიდ ეკონომიკურ წინსვლას და მშვიდობა ხომ მოუტანა ამ რეგიონს წარმოუდგენელ მოკლე დროში. აი რას ნიშნავს სანდო შუამავალი, ხომ? რუსეთიდან განსხვავებით, მშვიდობა, რომელსაც არ ელოდა არავინ, ხანგრძლივი მშვიდობა, თან სანდო მშვიდობა, რომელსაც ეკონომიკურ კეთილდღეობასთან ერთად მოყვება უსაფრთხოების გარანტიები. აი ეს ვითარება რომ შევაფასოთ, ივანიშვილს ეს უსუსტებს თუ არა, მართლაც უბლაგვებს თუ არა მანევრირების ხაზს, იმიტომ რომ კრემლი ხომ ახალ სარფს არ იგონებს, მან იგივე სცენარის სცადა ყველგან. აი სომხეთშიც თუ შევხედავთ, იგივე სცენარი აქვს, ხომ? რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქი იქაც, ხო? ეკლესია ფაშინიანის წინააღმდეგ იქ სადაც მიუწვდება ხელი ის ყველა მეთოდით ერევა, მაგრამ ძალიან ცხადია ფაშინიანის სიმართლე. აი ეს რეალობა რეგიონში მარტო ბიძინა ივანიშვილი რუსული ინტერესების გამტარებლად რამდენად ასე ვთქვათ, არამდგრადია ეს რომ უთხრათ მაყურებელს. სხვათა შორის, აი სამხრეთთან მიმართებაში, როდესაც საუბრობთ, უნდა გვახსოვდეს როგორი მძლავრი იყო პროპაგანდა საქართველოში. ანუ თანამედროვე ავტოკრატიებს, ხო, ტყუილის ავტოკრატიებს უწოდებენ და განსაკუთრებით ივანიშვილს ეხება ეს, იმიტომ რომ მას რომ მოაცილოთ რაღაც ეს მისი კოჰორტა, ვინც არიან, თქვათ, ეს მდიდარი ადამიანები, თქვათ, თავისი დეპუტატები, რომლებსაც არავითარი პოლიტიკური ინდივიდუალობა არ გააჩნიათ და მხოლოდ ფუფუნებაში ცხოვრობენ და ხალხის პრობლემები არ აწუხებთ, რომ მოაცილოთ თოფიანი ადამიანი, ესე ძალიან უხეშად რომ თქვათ, ხო, ანუ ის ძალოვანი სასამართლო და კრიმინალური იუსტიციის ის ნაწილი, რომელიც მას იცავს, შეხედავთ, რომ მას არავითარი იდეური, თქვათ, სამომავლო ხედვა არ გააჩნია. ესეც არის. არ სარპირდება ბოლო არჩევნები არავის. ბოლოს ძალიან აუცილებლად უნდა თქვა, პატარა გადახვევა, მაგრამ მთელი მისი იდეა ესეთი ადამიანების, თქვათ, ყულზე დაფუძნებული ავტოკრატების იდეა გადის ფუფუნებაზე, კარგად ცხოვრებაზე და უკვდავებაზე, ხო? აი პუტინმა და რომელიც მართლა გაჭედილია ამ ომში და საშინელი დეფიციტი აქვს ზუსტად აი ამ ბიუჯეტის, პუტინმა 24 მილიარდი ჩადო რაღაც ელექსირების, უკვდავების ელექსირების პოვნაზე, ხო? აი ჩვენ ლიდერსაც ამაზე საუბრებოდა, ხო, და ეს ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ხო? ანუ ეს ხეების, ასე ვთქვათ, გადატანა, გადმოტანა, მისი ეს მისწრაფებები, ნუმეროლოგია და ასე შემდეგ. მაგრამ და დავწერე კიდევაც სნაიდერის ციტატა გამახსენდა, რომ ყველა ოლიგარქს და ყველა ესეთ დიდარს უნდა უკვდავება, მაგრამ ღმერთს ძალიან დიდი ირონიის გრძნობა აქვს, იმიტომ რომ კანონზომიერება ბოლოს მაინც რა თქმა უნდა გაიმარჯვებს. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში რაც არ უნდა პარანოიდალური იყოს მისი ქცევა, დამოკიდებულება, ფიქრი, თქვათ, რაღაცა სტრატეგიაზე, რომელსაც მე ძალიან ისეთი
ზედაპირული დამოკიდებულება აქვს საერთოდ არ თვლი რომ ეს არის სტრატეგია, ეს არის ერთი წიგნი, რომელიც სახელმწიფო რომელსაც იყენებდნენ ძალიან ბევრი ავტოკრატები, მაგრამ შეხედეთ, აი სომხეთს ალბათ ამაზე მეტი უნდა ვიმუშაოთ ჩვენ თვითონ, რომ სომხეთი არის ქვეყანა, რომელიც იყო რუსეთის მოკავშირე, რომელიც არ დაიცვა რუსეთმა, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის სტრატეგიული ყველა ძალიან სერიოზული ინფრასტრუქტურა დღესაც რუსეთის ასე ვთქვათ გრძელვადიან საკუთრებაშია, ანუ ვთქვათ იჯარაში, როგორც არის მილსადენები, გასადენი და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ გიუმრის ბაზა, რუსული ბაზაა გიუმრიში, მიუხედავად ამ ყველაფრისა, სომხეთის ნიკოლ პაშინიანის ნამდვილად სუვერენული, ასე ვთქვათ, მოძრაობა და დამოკიდებულება განსხვავებით ივანიშვილისგან, რომელიც ხელში გვაჩეჩებს იმას იზოლაციას გვაჩეჩებს სუვერენულობას რაღაცა იზოლაციის კონტექსტში გვაჩეჩებს, თითქოს სუვერენულობა არის რაღაცა იზოლაცია და ქვეყნის ჩამორჩენა და უკან დახევა, ხო? ამიტომ შეხედეთ, პაშინიანის პოზიცია არის ძალიან მარტივი. სომხები წლების განმავლობაში ჩვენი მეგობრები იყვნენ რუსების მოკავშირეები, მაგრამ ფაქტია და ცხადია, რომ ის ინვესტიციები, რომელიც მათ დასავლეთმა მოუტანა, ის მშვიდობა, რომელიც მოუტანა, თქვათ, დასავლეთმა და პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივამ, ის სუვერენულობა, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი არის ხელშესახება. აი სოფო, აი გადახვალ ჩვენს მეზობლად სომხეთში, ეს ამას ყველაფერს შეეხები. და ბიზინა ივანიშვილი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ინტერესზე ფიქრობს, არ ფიქრობს ბავშვებზე გუშინ წინ იყო ბავშვთა დაცვის დღე და არ შეიძლება რო არ თქვა რომ მართლა ანუ ამ ქვეყანაში თუ ვინმე მართლა როგორ იჩაგრება ყველაზე უფრო ძალადობრივი მეთოდით და სიღარიბით ეს არის ბავშვი ხო ანუ არაფერი არ აინტერესებს რა ვიცი ოლიგარქია ამ ხელა ფული აქვს და ბავშვებს წამალი არა აქვს ხო ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან მარტივია მისი საკუთარი თქვათ ეს სივრცე რომელშიც ის არის რომელსაც აჩეჩებს ადამიანებს რომ იცით რა ჩვენ სუვერენულობა რა თქმა უნდა გვინდა ჩვენ სუვერენიტეტს და ჩვენს დამოუკიდებლობისთვის ძალიან ბევრი ადამიანი იბრძოდა მაგრამ არა იმისთვის რომ მარტო დავრჩეთ რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდება მშვიდობა სტაბილურობა განვითარება და არ გვჭირდება ის სიღარიბე სადაც გვტოვებს და ის რუსეთთან ასე ვთქვათ პირისპირ მარტო დარჩენა ამიტომ ეს ყველაფერი მან კარგად იცის და ასევე ძალიან მარტივია რომ ჩვენი პარტნიორებიც და ვინც ტრამპის ადმინისტრაციიდან, რომელიც საკმაოდ ძლიერი პოზიციები აქვს რეგიონში, ძალიან კონკრეტულად მას ამაზე ესაუბრებიან. აჰა. მოდით ახლა შიდა პოლიტიკისკენ წავიდეთ. თქვენ მართალი ხართ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოქალაქეები ადგილზე წყვეტენ ამ ქვეყნის ბედს და ამ საქართველოს მოქალაქეები უკვე თავენ პოლიტიკურ კლასსაც მოქმედების გზებს. რაღაცნაირად ცდილობა იყო ალიანსის მხრიდან, რომ ქვევიდან ზევით წავიდეს ეს დემოკრატიული პროცესი კრიტიკული საზოგადოების ფლანგზე, რომ საზოგადოებასთან ერთად პასუხისმგებლობის აღების რაღაცნაირი მცდელობა, რაც ალბათ გამოძახილია იმ გაუცხოების ტენდენციაზე, რაც იყო თავიდან პოლიტიკურ კლასსა და კრიტიკულ საზოგადოებას შორის, ეს გადალახული ეტაპი რაღაცნაირი, მაგრამ თითქოს ასე ჩანს, მაგრამ ალბათ მომავალი პოლიტიკური პროცესები უკვე გვაჩვენებს ამას. უნდა გითხოთ ამ ფონზე, როცა ოპოზიცია ცდილობს რაღაცის გამოსწორებას, დაალაგებას, კვლავ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის აი ამ განცხადებას, პასუხს, მერე კვლავ განცხადებას, პასუხს და საკმაოდ სერიოზულ ბრალდებებს, რომელიც ისმის, ამ ნაწილზე მინდა თქვენი შეფასება. დავიწყოთ ქვემოდანზე აუცილებლად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია აი როდესაც საერთაშორისო ურთიერთობებზე ვლაპარაკობთ და საერთაშორისო ასე ვთქვათ პარადიგმაში გვიყვარს ხოლმე პოლიტიკოსებს საერთაშორისო ვთქვათ გეოპოლიტიკური საკითხების კომენტირება ხო იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად ესადაგება ზუსტად იმ ცივილიზაციის ვთქვათ საწყისებს რაც ჩვენთვის აუცილებელია მაგრამ აუცილებლად ყველას უნდა ესმოდეს და ყველა პოლიტიკოს და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს გათვისნობიერების სტანდარტი ძალიან მაღალია რომ საქართველოში წყდება საქართველოს ბედი რა თქმა უნდა ამიტომ თქვენ მართალი ბრძანდებით ხალხონ სოფო ერთადერთი რაც ჩვენ გვჭირდება რაც ჩვენ არავინ არ იცის რა იქნება ხო ანუ ვერავინ ვერ გააკეთებს პროგნოზს იმიტომ რომ ვერც ვერავინ ვერ ჩაძრობა ბიძინა ივანიშვილის თავში ეს იქნება თქვათ რაღაც ვადამდელ არჩევნებზე რო საუბრობენ ან ზოგადად რა იქნება ფაქტია რომ ის კავშირი როგორც უნგრელები ბოლო პერიოდში უნგრელი ჩემი
მეგობრები ამბობენ ხოლმე, რომ ის პირველადი საწყისი კავშირი ადამიანებთან არის აუცილებელი. და ეს საწყისი კავშირი არის ზუსტად ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა, ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა და ეს პრობლემები პირველ რიგში უკავშირდება ადამიანების საბაზისო, ელემენტარულ, ბაზისურ მოთხოვნებს. და ამ პრობლემებთან დაახლოვება უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ოპოზიციური ერთობის თუ ნებისმიერი პოლიტიკოსის მთავარი ამოცანა. ჩემთვის ეს არის ყოველ შემთხვევაში, ჩემ პირადი და არ ვფიქრობ, რომ პირადი მოსაზრება. ამიტომ, როდესაც ამას ხედავთ თავისთავად, ვთქვათ, რას აკეთებს ოპოზიცია, რას აკეთებს პოლიტიკური პარტია, რას აკეთებს, ვთქვათ, ერთობა და ასე შემდეგ, ყველაფერს უნდა შევხედოთ ასე, როგორი გამოძახილია ადამიანების მხრიდან და როგორია ის უკავშირი, რომელსაც თითოეული პოლიტიკოსი თუ თითოეული ადამიანი აწყობს ქართულ ხალხთან. ეს არის მთავარი. ამიტომ არც ვაშინგტონში, არც ბრიუსელში, არც სტრასბურგში, ჩემს საყვარელ ქალაქებში ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორებთან არ წყდება საქართველოს ბედი, თუმცა რა თქმა უნდა გავლენა დიდია. ამიტომ ნებისმიერ, ასე ვთქვათ, ამ ჭრილში განვიხილავდი მე ყველაფერს. და ასევე მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, ეხლა კონკრეტულ პოლიტიკოსებზე, მიშაზე მეკითხებით, ნიკაზე მეკითხებით, რომელსაც მე ორივეს ძალიან კარგად ვიცნობ. მიშა არის მე-6 წელია უკვე პატიმრობაში. სხვათა შორის, ანუ ყველაზე დიდი რეპრესია, რომელიც წამოვიდა 2013 წლიდან, ხო? ანუ ბევრს არ უყვარს ხოლმე, როდესაც რაღაცა წინა წლებზე საუბრობს ჩვენ, მაგრამ ყველაზე დიდი რეპრესია, რომელიც წამოვიდა ზუსტად იმ ადამიანების მიმართ, ვინც იყო ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში, ხო? ეს იყო ჩვენი ხელისუფლების, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, ქალტონსოფო, ეს იყო დეჰუმანიზაცია, პროპაგანდა, დეზინფორმაცია, თვითონ მიშას წინააღმდეგ, მისი ოჯახის წინააღმდეგ, ყველა ჩვენგანის წინააღმდეგ, ხო? ანუ მაღალჩინოსნება, რა ვიცი, 9 წელი, ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, უსამართლობა იყო რიგითიდან დასრულებული, რიგითი ვთქვათ, აქტივისტიდან დასრულებული წინა ხელისუფლების წარმომადგენლებამდე. ამიტომ ეს ყველაფერი სხვა რამეს ვამბობ. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გვახსოვდეს და შესაბამისად, როდესაც საუბრობთ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ პატიმრებზე, ძალიან რთულია ზუსტად ამ კონტექსტში რომელიმე მათგანის შეფასება. ძალიან რთულია. მიშა არის 6 წელი, ნიკა ბევრჯერ დაკავებული, ბევრჯერ დაჭერილი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი რაც ქართულ ხალხს აინტერესებს ახლა და რაც უნდა იყოს არა მხოლოდ გადალახული, არამედ შეკრული, შეკოწიწებული, მესმის, მას თავის მოსაზრება აქვს. მესმის, რომ ერთმანეთი შეიძლება ძალიან არ მოგწონდეს. მესმის, რომ ძალიან ბევრი უთანხმოება, მესმის, რომ მეც შეიძლება ბევრი უთანხმოება მქონდეს სხვა, ვთქვათ, პოლიტიკოსებთან. მესმის, რომ შეიძლება, ვთქვათ, ერთმანეთის შინაარსი ხშირად გვაღიზიანებდეს, მაგრამ ინტეგრაცია და ინტეგრაციული პოლიტიკა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ ასე შევხედავ და მე დიდი იმედით შევხედავ ამ ყველაფერს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გადაილახება. მიშა ყოველთვის ერთიანობის მომხრე იყო, ყოველთვის ფიქრობდა, რომ ერთიანობა არა მხოლოდ რაღაც ზედაპირულ კონტექსტში, არამედ ნამდვილად ერთი ფრონტი მნიშვნელოვანი იყო და მეც ეს პოზიცია მქონდა იგივე 2024 წლის არჩევნებზე. ნიკას თავის მოსაზრებები ჰქონდა, მის თქვათ, მან თალკე პარტია გააკეთა, მაგრამ მთავარი არის ის, რამდენად დავინახავთ ჩვენ ერთმანეთთან მისასვლელ გზებს და არა გამყოფ გზებს. იმიტომ რომ თუ რამე გავყოფს ქალტონსოფო ამ სიტუაციაში და გყოფდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ეს იყო ბიძინა ივანიშვილი. ჩემთვის ეს პოლიტიკა არის მნიშვნელოვანი. ჩემთვის არა როგორც ასე ვთქვათ პოლიტიკოსისთვის, ერთი ადამიანისთვის, საქართველოს მოქალაქისთვის. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედის თვალით შევხედე 26 მაისის აქციას, გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან ბევრი ადამიანი იყო. ოპოზიციის კრიტიკაც ბევრს შეგვიძლია, თქვენც, მეც, ჩემი შეცდომები, სხვის შეცდომებზე ლაპარაკი, მაგრამ მთავარია რა უნდა იყოს ამის შემდეგ და ამის შემდეგ უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი შეკრულობა. როგორ მოვახერხებთ, თქვათ, შეკრულობას არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ ქართულ ხალხთან, ეს უკვე ჩვენს პოზიციებზეა დამოკიდებული. ამიტომ ეს უთანხმოებას დიდი იმედი მაქვს, რომ გადაილახება და არ დაგვაიწყოს, რომ საუბარია მიშაზე, რომელიც 6 წელია პატიმარია, ნიკაზე, რომელიც არაერთხელ დააპატიმრეს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ მათი ხმებიც თავისუფლებაზე თუნდაც მათი თქვათ ესეთი რაღაც უთანხმოება თავისუფლებაზე მალე გავიგებთ. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ადამიანები იყვნენ გარეთ, ძალიან მნიშვნელოვანია მიშაც, ნიკაც, ელენეც, ყველა ის პოლიტიკური პატიმრები, ეს არის საწყისი დემოკრატიული საზოგადოების და მშენებლობის. არ მოგწონს, მაგრამ თანხმდებით იმისთვის, რომ ქვეყანა გადარჩეს.